გამარჯობათ მეგობრებო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს სივრცეში. დღეს სხვა ვიდეოებისგან განსხვავებით სხვა საკითხზე ვისაუბრებ. ეს არის ურთიერთობები, რომელზეც მაქვს ჩემი დამოკიდებულება და ამ ვიდეოში გაგიზიარებთ 5 წეს, სანამ ურთიერთობაში შეხვალ და სანამ დაიწყებთ რომანტიკულ ურთიერთობებს, ასე რომ მომისმინე აუცილებლად ჩაიწერე ეს პუნქტები და გამიზიარე რას ფიქრობ. ასევე ერთი რჩევა გოგონებს. როდესაც ხვდებით, რომ თქვენ პირველი პაემნიდან არ ხართ კმაყოფილი, ხვდებით, რომ ეს ბიჭი არ მოგწონთ და თქვენ სამომავლო პერსპექტივაში ამ ადამიანს ვერ ხედავთ კონკრეტული თვისებების გამო, დამოკიდებულების გამო, სოფხედველობის გამო ან ნებისმიერ რაღაცის გამო გთხოვთ, ნუ წახვალთ მეორე, მესამე, მეოთხე პაემანზე. მხოლოდ იმის გამო, რომ დრო გაატაროთ. არა, გქონდეთ თქვენი ღირსება, იმიტომ რომ შეიძლება ეს ადამიანი იმდენად ნარცისული, იმდენად манипуляტორი აღმოჩნდეს, რომ თქვენ იმ ადამიანთან აღმოჩნდეთ ურთიერთობაში, რომელიც არ მოგწონთ. ამიტომაც ჩემი რჩევა ის არის, რომ ენდოთ თქვენ ინტუიციას, ენდოთ თქვენ გრძნობებს, თუ პირველ პაემნის შემდეგ არ გრძნობთ იმ კმაყოფილებას და იმ აღტაცებას, იმ ბუნებრივ აღტაცებას ადამიანის მიმართ, ვფიქრობ, რომ თქვენი დრო უნდა დაკარგოთ და ენერგია უნდა მიცეთ სხვა ადამიანს. და ჩემი პირველი პუნქტი არის შემდეგი. გაარკვიო თუ რა გინდა ურთიერთობაში. კიდევ ერთხელ, გაარკვიო თუ რა გინდა ურთიერთობაში. მე არც ერთ ურთიერთობის ფორმას არ ვაკნინებ. ყველა ადამიანს, ყველა ინდივიდს აქვს თავისი სურვილი ამ ცხოვრებაში. ზოგიერთ ადამიანს სურს, რომ დაქორწინდეს და ყავდეს ბედნიერი ოჯახი და შვილები. ზოგიერთს სურს, რომ დაქორწინდეს და არ ყავდეს შვილები. ზოგიერთს სურს, რომ არ დაქორწინდეს და ქონდეს ერთდღიანი ურთიერთობები. ზოგიერთს სურს, რომ ყავდეს საყვარელი და ესე რომ ვთქვათ, არ ყავდეს შვილები და არ ყავდეს ოჯახი. ნებისმიერი ურთიერთობა მისაღებია, რაცაც ფიქრობთ თქვენ, რომ თქვენ ამ ეტაპზე გინდათ რომ მიიღოთ. ყოველ შემთხვევაში მე ესე ვუყურებ და ნებისმიერი ცხოვრების დონეზე შეგიძლიათ შეიცვალოთ თქვენი დამოკიდებულება ურთიერთობებისადმი. და თქვენ თავი არ დასტრესოთ ის, რომ იცი რა, მე ერთ ეტაპზე მინდოდა მყოლო და ოჯახი და ბავშვები ნათელი ეს ყველაფერი და ახლა მე სხვანაირად ვუყურებ ამ ყველაფერს და მინდა რომ უბრალოდ ერთი ადამიანი მყავდეს გვერდით, არ მინდა შვილები მყავდეს და ჩემი ცხოვრებით მაქსიმალურად დავტყვე. ამ ხელა განაცხადი იმიტომ გავაკეთე, რომ ურთიერთობაში ყველა ადამიანს, უბრალოდ ყველა ადამიანს ურთიერთობაში სხვადასხვა რამ სურს. მე ჩემს პირად მაგალითს არ მოვიყვან, მე რამ სურს პირად ურთიერთობაში, რომანტიკულ ურთიერთობაში, მაგრამ მე ვიტყვი იმას, რომ ნებისმიერი რამ რაც შენ გინდა მისაღებია. და არ უნდა იფიქრო ისე, რომ ეს კრეხელობა, ეს ცუდია და ასე შემდეგ. გასაგებია, რომ შენმა კულტურამ, შენმა რელიგიამ, შენმა ქვეყანამ გითხრა, რომ ეს და ეს უნდა გინდოდეს. გასაგებია, რომ ეს შენ გაქვს თავში ჩაბეჭდილი, მაგრამ როდესაც შენ სულს მოусმენ და მიხვდები თუ შენ რა გინდა და შენს გულს რა უნდა და ამ ყველაფერს გააკეთებ, ძალიან მოეშვები და ცხოვრებისგან მიიღებ სიამოვნებას. როდესაც იცი თუ რა გინდა ურთიერთობაში, არასწორი ადამიანები ძალიან მარტივად ჩამოქცილდება. არასწორი ადამიანები, ანუ ის ადამიანები, რომლებმაც ადგილი არ უნდა დაიკავონ შენ ცხოვრებაში, ძალიან მალე გაქრებიან და დროს უბრალოდ ცხოვრებაში არაფრის გამო არ დაკარგავ. ეს არის პირველი პუნქტი, რომელიც აუცილებლად უნდა დაჯდეთ, იფიქროთ ამაზე, გადახედოთ ეს რა ვთქვა თქვენს წარსულ ურთიერთობებს და იფიქროთ რომელ ურთიერთობაში მე ვიყავი კარგი, ან რა მინდა ვცადო მომავალში. მეორე პუნქტი ეს არის გავიაზრო თუ როგორი პარტნიორი მინდა მყავდეს გვერდში. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი. ვფიქრობ, რომ ხუთივე ყველაზე მნიშვნელოვანები მაქვს ამოღებული, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეს პუნქტი არის, ვინაიდან და რადგანაც თუ ადამიანმა არ იცის თუ როგორი პარტნიორი უნდა გვერდში და ყველანაირ ადამიანს იღებს მის ცხოვრებაში,
ეს ადამიანი უბრალოდ არის უბედური და დაკომპლექსებული. იმიტომ რომ თუ ადამიანმა არ იცის თუ მის გვერდით ვინ უნდა და იღებს ყველანაირ ადამიანს, მაგალითად მე მინდა რომ პატივისცემით მეპყრობოდეს ჩემი პარტნიორი და ჩემს გვერდით არის ის პარტნიორი, რომელიც პატივისცემით არ მექცევა. შესაბამისად, მე თავს ვთვლი იმდენად დაბალ ღობედ და ცუდ ადამიანად, რომ მე ეს ადამიანს არ ვიშორებ. ანაკ მეორე საკითხი ის არის, რომ მე უბრალოდ ვკარგავ დროს იმ ადამიანებთან და ისეთ ადამიანებს ვხვდები, რომლებიცაც რეალურად ვერ ვუგებ. და უბრალოდ იმიტომ ვრჩები, რომ ესე რომ ვთქვათ, არ მინდა რომ მარტო ვიყო. მაგრამ მაინც მათთან ერთად ვარ და მაინც ისინი სიამოვნებას არ მანიჭებენ და მე თავს ბედნიერად ვერ ვგზნო და მე ვერ ვითარდები მათთან. აქაც ერთი ვფიქრობ, ყველაფრის ტექნიკა მოიძებნება წერაში. თუ თქვენ დაწერთ რა გინდათ, ზოგადად ყველანაირი ტექნიკა შეიძლება გამოიყენოთ წერით. თუ უბრალოდ დაიწყებთ წერას, აი მაგალითად, როგორი პარტნიორი მინდა რომ იყოს, როგორი თუნდაც შეხედულებაც შეგიძლიათ დაწეროთ. პატარა მანიფესტაციასავით გამოვა შეიძლება ითქვას და ვფიქრობ საინტერესო იქნება. ამიტომაც აუცილებლად ვფიქრობ, რომ წერლობით სახით უნდა გქონდეთ, რომ უფრო კარგად ჩაგებეჭდოთ თუ როგორი გინდათ, რომ იყოს თქვენი პარტნიორი. და ვფიქრობ, აქ ძალიან კრიტიკულები არ უნდა ვიყოთ. მაგრამ მაინც უნდა ვეცადოთ, რომ დეტალებზე ფოკუსირდეთ და სწორედ ესეთ ადამიანებთან გავატაროთ ჩვენი ცხოვრება და ჩვენი ძვირფასი წუთები. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი წლები ტყუილად დაკარგეთ ერთ ადამიანთან, თუ თქვენ რომანტიკულ ურთიერთობებში იყავით და სცადეთ ბევრი ურთიერთობა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ, ასე რომ ვთქვათ, განწირული ხართ მარტოობისთვის, თუ რა თქმა უნდა ეს თქვენ არ გინდათ. ვფიქრობ, რომ ჩვენ წარსულიდან შეგვიძლია ვისწავლოთ თუ რა არ გვინდა. ზოგადად, იმისათვის რომ მიიღო რაც გინდა, უფრო ადვილია იცოდე რა არ გინდა. ანუ ხანდახან ადამიანმა არ ვიცით იდეაში ზუსტად რა გვინდა, მაგრამ ვიცით ზუსტად რა არ გვინდა. ხვდებით? ამიტომ ვფიქრობ, რომ წარსული ყოველთვის წარსული უნდა გამოვიყენოთ ჩვენი განვითარებისთვის, ჩვენი მომავლისთვის და არა იმის ფიქრში, რომ აი ესეთ ადამიანთან როგორ ვიყავი და ასე შემდეგ. იმისა მივხვდავთ, რომ კი, მტკივნეულია თან ძალიან. და მე მესმის თქვენი. ჩამოიტოვე უკან შენი წარსული, გამოცდილებები, უნდობლობა, კომპლექსები და შიშები უკან. ეს 4 რაღაც და მე შემიძლია უფრო მეტის ჩამოთვლაც არ დაგჭირდება. ვიცი, რომ არ არის ადვილი ამ ყველაფრის გააზრება, უკან ჩამოტოვება, წარსულში დატოვება ისე, რომ ეს არ გაწუხებდეს, მაგრამ თუ გინდა, რომ ურთიერთობაში მიიღო კარგი გამოცდილებები და მოიზიდო ისეთი პარტნიორი, რომელთანაც ძალიან კარგ დროს გაატარებ და ისე რომ ვთქვათ, ეს ტკივილად არ დაგრჩება, მაგ შემთხვევაში შენ ვერ იქნები ადამიანის მიმართ უნდობელი, ვერ იქნები კომპლექსიანი, არ უნდა იყო უბრალოდ კომპლექსიანი, იმიტომ რომ თუ შენ ადამიანს არ ედობი, ხარ კომპლექსიანი, ხარ შიში, შენ გონია რომ სწორ ადამიანს მოიზიდაო. პირველ რიგში ვერ მოიზიდა ადამიანს, რომელიც შენ მოგწონს, შენ ისევ კომპლექსიანს, შიში მყოფ ადამიანს მოიზიდაო, რომელიც წარსულით ცხოვრობს და სამყაროს მიმართ უნდობლობა აქვს, სწორედ ეს ადამიანს მოიზიდაო, სხვა მეტი არაფერი. მე ვსაუბრობ ჩანსახ ისეთ ურთიერთობებზე, სადაც ბედნიერი ხარ შენ წდეისიც, სადაც ბედნიერი ხარ რომ დაიბადე, სადაც უბრალოდ ადამიანის არსებობით ხარ ბედნიერი, სადაც ადამიანი გიყვარს, უყვარ ხარ და ამ ხელა ვიბრაციას, სიყვარულის ვიბრაციას ასხივებ მთელ სამყაროში ისე რომ შენს დებს, ოჯახს, სანათესაოს ყოფნის. მე ვარ ხოლმე ეგრე, როდესაც ვიღაც ძალიან მომწონს, ან როდესაც მე ყოველ შემთხვევაში ვიყავი სიყვარულში, მაგ შემთხვევაში ჩემს გარშემო ყველაფერი ლამაზი იყო
და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მე დამიბრუნდა მაშინ, როდესაც ვისწავლე საკუთარ თავის სიყვარული. მეოთხე პუნქტი. შეიცანე შენი სიყვარულის ენა. თუ როგორ გამოხატავ სიყვარულს. ეს არის ძალიან საინტერესო პუნქტი, ვინაიდან არსებობს რამდენიმე სახის სიყვარულის გამოხატულება. და პირველი, რომელიც მახსენდება, არის ჩემი სიყვარულის გამოხატულება, რასაც ქვია ფიზიკური შეხება, თუ ავწდები, მიყვარს ფიზიკურად, ანუ ჩემი სიყვარულის გამოხატავ ფიზიკურად, ჩახუტებით, კოცნით, შეხებით და ასე შემდეგ, ანუ სხეულით უნდა გვგრძნობდე ადამიანს. მეორე არის ჩუქებით, ძალიან ბევრი სხვადასხვა მინახავს მათ სიყვარულს ენა არის ჩუქება, გაღება, ესე რომ ვთქვათ. თუნდაც პატარა საჩუქარი იქნება ეს, ანუ სხვისი გახარება უყვარს ძალიან ესეთ ადამიანებს. მესამე არის რომელიც მოგემსახურება, ანუ ადამიანს რომელსაც უყვარხარ, გემსახურება, მაგალითად, საჭმელს გაიგეთებს, არ ვიცი, რაღაცას გაგიკეთებს, მოკლედ, ანუ მომსახურება ქვია, მოკლედ ამ სიყვარულის ენას. და მეოთხე არის სიტყვიერი სიყვარულის გამოხატვა, რაც გულისხმობს, რომ ადამიანი სიტყვებით გავსებს, ესე რომ ვთქვათ, სიყვარულით. გეტყვის კომპლიმენტებს, ეცდება, რომ ესე რომ ვთქვათ, პოზიტიურად განგაწყოს და ასე შემდეგ, ანუ სიტყვებით, ანუ ყველანაირად ცდილობს, რომ სიტყვებით გაგამხნევს და ესე რომ ვთქვათ, ეს სიყვარული გადმოგდოს, რაც ჩვენს მიმართ აქვს. რაც ვფიქრობ, ყველა სიყვარულის ენა საინტერესოა, იმიტომ რომ სიყვარული მაინც სიყვარულად რჩება, მაგრამ ამ ყველაფრის ცოდნა არის მნიშვნელოვანი, რადგანაც თუ ადამიანს უყვარს სიტყვებით და გამოხატავს სიტყვებით, ხოლო მეორე პარტნიორს უყვარს ფიზიკური შეხება და ესე რომ ვთქვათ, ერთს წყინს, იმიტომ რომ რასაც გასცემს, იგივეს არ იღებს, მაგალითად მე თუ სიტყვებით მიყვარს და მე თუ ამდენს გავცემ და ის უბრალოდ მეხუტება, მე მჭირდება რომ იგივე მითხრას და არა ჩამეხუტოს, ხვდებით? და იმის გაცნობიერება, რომ ადამიანს მსგავსად უყვარს და მსგავსი სიყვარულის ენა აქვს, ვფიქრობ ძალიან ბევრ კონფლიქტს თავიდან აიცილებს. ამიტომ გაცნობიერეთ და იცოდეთ თქვენი პარტნიორის ან სამომავლო პარტნიორის სიყვარულის ენა. მეხუთე და საბოლოო პუნქტი ეს არის იმ საზღვრების ჩამოწერა, რომლის გადალახვის შემთხვევაშიც დატოვებთ ურთიერთობას. როგორც ვთქვი, ჩამოწერა და ფიზიკურად ფურცლის ქონა, რომ აი ეს არის ჩემი საზღვრები, რომლის გადაკვეთის შემთხვევაშიც მე ამ პარტნიორს დავტოვებ და ამ ურთიერთობას ესე რომ ვთქვათ, წერტილს დაუსვამ, ეს მოგცემთ თქვენ უფრო მყარ დასკვნებს და ადვილად დაასკვნით, რომ ეს ესე უნდა იყოს და თქვენთან ესე რომ ვთქვათ, ერთგვარი მორალია რა, ანუ ეს არის ჩემთვის სწორი, ეს არის ჩემთვის არასწორი. და არის ზოგიერთი რაღაც, რის გამოც შეიძლება თვალე დავხუჭოთ. მე მაგაზე არ ვსაუბრობ, მაგ პატარ-პატარ რაღაცებზე მე ვსაუბრობ, იმ ძლიერ რაღაცებზე, რომლის შემთხვევაშიც თქვენ წამიერად, всё, ეს რაღაცა მოხდა და всё, თქვენ გაქრით ამ ურთიერთობიდან და რაც არ უნდა და რამდენ წლიანი ურთიერთობაც არ უნდა იყოს, თქვენ ამ ურთიერთობას დაასრულებთ. ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ. აუცილებლად. ეს შეიძლება იყოს ღალატი, შეიძლება იყოს ტყუილიც კი. ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში შეიძლება იყოს ნათესავის დაკნინება, მეგობრის დაკნინება, შეიძლება იყოს კონტროლი, ან მაგალითად თუ ჩემო პარტნიორმა ეცადა ჩემს გაკონტროლებას, მე ამ ადამიანს დავტოვებ. იმიტომ რომ მე თავისუფალი ადამიანი ვარ, მე არ ვარ დაკომპლექსებული, თავდიჯერებული ადამიანი ვარ. მის უნდა მენდობოდეს და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი რაღაც არის. შეიძლება იყოს ფიზიკური ძალადობა, ან ფიზიკური ძალადობა შეიძლება არ იყოს მენტალური ძალადობა თუ დაიწყო ჩემზე, მაგ შემთხვევაში დავტოვებ. აუცილებლად უნდა იცოდეთ, ეს მაგალითები იყო უბრალოდ, აუცილებლად უნდა იცოდეთ თქვენი საზღვრები, რომლის გადაკვეთის შემთხვევაშიც თქვენ ახარ ხართ. აუცილებლად ყველა ადამიანის ცხოვრებაში არსებობს და იმედი მაქვს არსებობს ყველა ადამიანის ცხოვრებაში. ეს პუნქტი ასევე გამოგადგებათ მეგობრებთან ურთიერთობაში, არათუ რომანტიკულ ურთიერთობებში, მშობლებთან მიმართებაში, ნათესავებთან მიმართებაში, კოლეგებთან მიმართებაში,
ყველგან დაგეხმარებათ, იმიტომ რომ ყველა ადამიანს აქვს ღირსება და უნდა ჰქონდეს ღირსება. ხო, ლოგიკურია. ასე რომ აუცილებლად არა მარტო ჩამოწერით, არამედ ისეც იცოდეთ, რომელი ესე რომ ვთქვათ პუნქტებია თქვენთვის. ხო, მეგობრებო, ამ ვიდეოს ჩააწერამ გამახსენა ძალიან ბევრი რაღაც. ასევე დამაფიქრე ძალიან ბევრ რამეზე და ვფიქრობ, რომ ჯერ ჩემთვის რამდენად პროდუქტიული ვიდეოა ეს და წარმოვიდგინე თქვენ როგორ დაგეხმარებათ თუ ამ ყველაფერს ესე რომ ვთქვათ ზუსტად ისე მიიღებთ როგორც მინდა რომ თქვენ მიიღოთ და გაანალიზოთ. ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული არის ის, რომ არ იცოდე რა გინდა. განსაკუთრებით ურთიერთობებში და განსაკუთრებით ცხოვრებაში. ნებისმიერ ასპექტში, არა მარტო ურთიერთობებში. როდესაც შენ იცი რა გინდა, მაგ შემთხვევაში რაც გინდა იმას უფრო მარტივად იღებ. თუ თქვენ არ იცით რა გინდათ, ამ შემთხვევაში დაგეხმარებათ იმის ცოდნა თუ რა არ გინდათ. ანუ იმისაც რომ მიიღოთ რაღაც, უფრო მარტივია იცოდე რა არ გინდა. შესაბამისად თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ იმის გაცნობიერებით თუ რა არ გინდათ და მიაღწევთ იმ წერტილს, სადაც იცით თუ რა გინდათ. შესაბამისად ვფიქრობ, რომ ეს ვიდეო ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმარება და ძალიან ბევრ იმ ადამიანამდე მივა, ვისაც ეს ყველაფერი სჭირდება. ჩემი ვიდეო დასასრულს მიუახლოვდა. შემდეგ შეხვედრამდე ვიდეომდე.